ორი თავგადასავალი. ნაწილი მეორე. გიორგი კეკელიძე. ამბავი მესამე. ჩაიდანი. ჩაიდანი დუხს. ბუხს აყენებს. ბუხს. ჩაი რომ არ დავლიე, ალბათ ამას წუხს. მორის ფოცხიშვილი. მაშინ როცა ეს ამბავი დაიწყო, რაზეც ახლა თქვენი თვალები ცდება, მე მეორე კურსზე ვიყავი. ვაჟიკია პირველზე. ის სასოფლოზე სწავლობდა. ჩემი პროფესია უკვე მომაბეზრებლად ხშირად მოგახსენეთ, არა და ვამაყობ ამით და მინდა ისევ გავიმეორო. მე ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახლდით. მახსოვს, პირველად შუქი რომ გაქრა. ლექტორს ავარია ეგონა და თურმე ელექტროობაში გარკვეულმა აგვიხსნა, რომ გვარდებოდა ამგვარი პრობლემები. მერე და მერე შუქი იმაზე უფრო ხშირად მიდიოდა, ვიდრე ლექტორი მოდიოდა ლექციებზე. პირველი გახშირდა და მეორე შემცირდა. ჩვენ სტუდქალაქში ვცხოვრობდით, ბაგებში. გიცხოვრიათ ოდესმე თბილისის სტუდქალაქში, თანაც 90-იანების დასაწყისში. ის შორიდან მექსიკური კარტელის დაქირავებული მუშების საცხოვრებელს ჰგავდა, რომელიც ქალაქიდან მოშორებით დგას და ჭიანჭველის ბუდეს ბაძავს. ოღონდ მინებიანს და მრავალსართულიანს. გარდა რამდენიმე წამებული გამონაკლისისა, იქ ტანზე იმაზე იშვიათად იბანდნენ, ვიდრე თუნდაც სექსი ჰქონდათ ეს უკანასკნელი კი ადგილის, დროის და ვითარების გარემოების უკიდურესად იღბლიანი დამთხვევისას იჩითებოდა. არა, არის რეგულარულიც მაგალითად. გივი მებონია და ელენე ეზუგბაია იქვე დაქორწინდნენ. როგორც ავიენები ამბობენ, გივი ცოლს ორგაზმისას პირზე ხელს აფარებს, რომ ძველი ბიჭობის გზაზე შემდგარ მეზობელს, იმედო კაციტაძეს, ავივნებები არ აღეძრას. ვერ გეტყვით. ჩვენ სხვა სართულზე ვცხოვრობთ და მორიგეობით ვმეცადინეობთ, რადგან ვაჟიკიას ხმამაღალი კითხვა უყვარს. ოთახი კი იმაზე ვიწროა, ვიდრე ის ნემსის ყუნწი, აქლემი რომ უნდა გაძვრეს, ვიდრე მდიდარი შევა სასუფეველში. სასუფევლის რა გითხრათ და ვანაში რომ შევდივარ, სულ ჩემი ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო მახსენდება. როცა ბატონყმობა გადავარდა, თავადებმა ქვეშემდომებს მიწები დაურიგეს, ოღონდ ისე მცირე, რომ ასეთი კარიკატურა გაეძრო. გლეხი ცალფეხზე. აი, სწორედ იმ კაცივით ვიდექი. დუღარე წყალს ვისხამდი, რადგან განელება სარისკო პროცესია ვაითუ გაგიცივდეს, მერე რა გააცხელებს. ვაჟიკიას ლოგინის თავთან სიგარეტის კოლოფების პირამიდა დგას, სადაც მისი ჯანმრთელობა განისვენებს და როგორც ჭეშმარიტ ფარაონს, უკანასკნელი კაპიკები აქვს ჩაყოლებული. ცოცხლად. ხანდახან სწორედ ამ გაბნეული ხურდაფულის გამო, პირამიდის ძირფესვიანი დემონტაჟი გვიხდება და ვაჟიკია პურზე ჩადის. ოთახში არის სამი სკამი. ერთზე ტანსაცმელია გადაფენილი, მეორეზე საქართველოს გეოგრაფიული რუკა. ერთი ცარიელია. მაგიდაზე სულდევს მონარჩენი, უკვე გამხმარი პური და მამიდაჩემის გამოგზავნილი თაფლის ქილა, რომელსაც ჭიანჭველების ალყა აქვს შემორტყმული და ზევიდან რამდენიმე ავიაგამანადგურებელი დასტრიალებს, შინაური ბუზის სახით. მაგიდის კუთხეში წერილებია, ძირითადად დედების. ეს წერილები გამოგზავნილ ფულს და ახალ საცვლებს ახლავს. უფრო სწორედ ფული და საცვლებია შიგნით გახვეული. თუ წერილი გრძელია, მხოლოდ დასაწყისს ვკითხულობთ. დანარჩენი ზეპირად ვიცით, კარგად უნდა ვისწავლოთ, პატიოსნად უნდა ვიცხოვროთ, მუშაობა უნდა დავიწყოთ, რადგან ეს უკანასკნელი მანეთებია, რომელიც მამაჩვენებმა ისესხეს და მალე ქორწინების ბეჭდების გაყიდვა მოუწევთ. ვაჟიკია გრძელი წერილებისგან თვითფრინავებს აკეთებდა და ეზოში უშვებდა. ეზო. ხოლო რაც შეეხება ეზოს, იმ თვეში სახლში სამჯერ დარეკვა მომიხდა. ჩვენ ტელეფონი არ გქონდა, მეზობელთან ვრეკავდით. მესამედ რომ დაუძახეს, დედაჩემი იოლად მიხვდა, ფულს ვითხოვდი ახალი სახელმძღვანელოებისთვის და მე იოლად მივხვდი, ცრემლებს ყლაპავდა. ხმა ოდნავ ბრაზიანი, მაგრამ განწირული ჰქონდა. მან იცოდა და მეც ვიცოდი, ასეთი საქმეები გარდაუვალია. დედა ყოველთვის ბრაზობს და ბოლოს მაინც ასრულებს თხოვნას. მიუხედავად იმისა, თუ სამ კვირაში ამ დამპალმა ლექტორებმა სამჯერ გამოცვალეს სავალდებულო წიგნები. დილით მატარებელს დავხვდი. ლელა ბიძაშვილის ქორწილში ჩამოვიდა. რომ დამინახა, გადამკოცნა, მცირე პაუზა აიღო, მიმოიხედა და პარკი კოკაინის ფუთასავით ფრთხილი სისწრაფით გადმომცა. დედაჩემის წერილი კი უკვე უკვდავ კლასიკად იქცა. მე რამდენად ვკითხულობდი იმავეს. ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. პლეტაზე ვათბობთ დასაბან წყალს და საჭმელის გათბობის დროზე შეიძლება დენი წევიდეს. მე ვერ გადამიყლაპია ზონდი და ნაწლავები ვერ გამომიკვლევია. არ არსებობს ჩემი გადარჩენა, არ გადარჩენიზა ვარ გაწირული. მარა
იფრიალე შენ ტაქსებით მაქანე, სამძიმარზე არ მიდი ნანულის დედასთან, ფული არ მქონდა ვარკეთილში გასვლისო და ტაქსებით ფრიალობ. ყოველდილა მოსატანია წყალი ჭიდან, რომელსაც შენი ოჯახის გარდა აღარ ვინათრევს. ვიფიქრეთ მატორს ვიყიდით, ჭაში ჩავდობთ და კიდო ფულს გვთხოვ. ყველა შენი კლასელი რაფერ გამოდგა, იმ დღეს რეზიკო ვნახე, ეკლესიაში იდგა. იმფერი გაკეთებულია, მოსუქებულია, ჩამოსული იყო ბებიამისის სანახავად. თავი მომჭერი, რაის ფიზიკოსი გამოა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახო და პროფესორი გამოაო. საავადმყოფოსთან, იმ გენოიეს ქარხანაში ცხობა პური და საწყალი მამაშენი იქამდე კილომეტრებს დათრაქუნობს, რომ პირში ლუკმა ჩევიდვათ. მეორე კურსზე ხარ უკვე, მაგი იმიზა ხდება, რომ ღვთისმცნებებით მცხოვრებლებს დასცინი. ვიხჩობი ხველებით ამას როგწერ. აგი ბოლია იცოდე. ლელას გამუატანე და მადლობა უთხარი რომ ჩამოა. თბილად შეიცვი აწი, ჟილეთს ვატან შიგნით ჩასაცმელს და წინდებს. ფულიზა აღარ დარეკო. წინა დღეს სტუთქალაქის ეზოში, ჟანგიანი ბესეტკის ქვეშ, აქოთებულ, მტრედის სკლინტებით სავსე მაგიდაზე, იაპონურ ჯოკერში 50 მანეთი წავაგე. ზეგ თუ არ მომიტან, დაგბრიდავ მითხრა ფილმებში ნასწავლი ვითომ ცინიკური ღიმილით მსუქანმა ბიჭმა, გრძელი, გაზეთილი წვერით. რა თქმა უნდა დედაჩემმა არ იცოდა. ან ფუფლო უნდა გამეგორებინა, ან ახვარი ყარაბასა. სახლში რომ მივედი, საწოლზე ვაჟიკია დამხვდა. ჩემს ლოგინზე არასდროს ჯდებოდა. ახლა იჯდა. დაბნეულმა ამომხედა და მითხრა, 20 მანეთი წავაგე. ხვალაა თავანი. ვისთან? იმასთან. ჩემი ჩასაბარებელიც მის დროს ემთხვეოდა. საათის ამბავი იყო სულ, შუალედი. საქმე ეგ არის, რომ არასდროს მომეპარა რამე. ერთხელ დავაპირე ქუჩაში, წუთის მიტოვებული საღეჭირეზინების აწაპვნა და მეგონა ხელში სისხლის ნაცვლად ჟანგიანი რკინა მოძრაობდა. ამ სიმძიმის გამეორების თავი აღარ მქონდა. თან ისიც არ ვიცოდი, რა მომეპარა ან გამეყიდა 20 მანეთის საშოვნელად. არც ვაჟიკია მიცოდა. ადამიანი დამნაშავე იმაზე უფრო ძნელად ხდება, ვიდრე უნივერსიტეტის ყველაზე რთული ფაკულტეტის დიპლომის აღებას ახერხებს. პირველ დანაშაულს ვგულისხმობ. დანარჩენი ხარისხების მოპოვება უადვილესია. ასპირანტი, დოქტორი, აკადემიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი სულ 1 საათის საქმეა. და მეცნიერებათა აკადემიის თავმჯდომარე, როცა უთოზე მიწებებული ხორცის ნაფლეთებს ისე უყურებ, როგორც გამოფენაზე უინტერესო ნახატს. თანაც მეორედ, რადგან ახლა დასათვალიერებლად მეგობარს გახყევი. 1 საათით ადრე დააკაკუნა იმ ჩათლახმა. ყარაბასამ. წვრილი, ამას რძენი ხმით წაუმღერა. ბიჭებო, ფულს ველი, როგორც მგელი, თუ რაღაც ამდაგვარი. ჰო, იქნება, გავძახე. ჩემი ფეხები იქნებოდა. მოგვკლავს, თქვა ვაჟიკიამ. შიშით არა, თითქოს ამინდზე ინფორმაცია მომაწოდა. ღრუბლიანზე. დასწრებაზეა, ვუპასუხე მე. ვიცოდი რომ ვტყუოდი. ყარაბასა მარტო არ იყო, 7 თუ 8 ძმაკაცი ჰყავდა. ძნელია მასთან ომი. აქ მოვა ნაბოზარი, ზევით დავიმალოთ. სად ზევით, რა ის ზევით, რა აზრი აქვს, რამდენი ხანი. ევიდეთ და იქინე მე ვიფიქროთ. ბრახუნს ატეხავს მაგი მალე. ვაჟიკია ძალიან ურევდა გურულად, უპატიებლად ბევრს. ვურჩევდი არ წაგადგება მეთქი, მაგრამ ჰა, თან რაჯიუტია. მაინც ამიყვანა ვირთხების სამეფოში. უაზრო პონტი მოჩანდა. იმ სხვენში, სადაც ანტენების კაბელები, დენის მავთულები, ცარიელი შპრიცები, თხილის ნაჭუჭები, მკვდარი თაგვები და რა აღარ, ისე მოწესრიგებულად ეყარა, მამიდა ჩემის საგანგებოდ გაწყობილი სუფრა გეგონებოდა. როგორც მისი ქმარი, საპოჟნიკი ლერიკო იტყოდა, აკურატულად. ბაგების დემიურგის ხელი თუ ერია, ნამდვილად. ჰო და უიმედო თამაშში ვიყავით. მოკლით არ ვიცი, მაგრამ დაჭრით უეჭველი დაგვჭრიდა. ან უნდა მოვმტყდარიყავით და ვაგზლის მოსაცდელ სკამებზე გაგვეთია ღამეები. ამას მაშინ ვაკეთებდი, როცა მამაჩემის დეიდაშვილის სახლიდან გამოვიქეცი. სტუდენტობის პირველ წელს მასთან ცხოვრობდი. მანამ სანამ არ გავიგონე, როგორ ეუბნება ქმარს. ეგ სოფლელი ბიჭი კი ძალიან მიყვარს, მაგრამ უბორნიებს მიჩვეული, უნიტაზის კიდეებს აფსამს და ვერ გადავაჩვიეო. იმ დღესვე წამოვედი, ვაგზალზე მეძინა. მაშინ გოგოებთან საქმეს იოლად ვერ ვიჭერდი, თორემ მათთან დავრჩებოდი. მერე სტუთქალაქში შევიტანე განაცხადი. და აი ახლა, ოთახი რა მოსატანია და სტუთქალაქის ცასთანაც კი ახლოს ვარ.
შეიძლება ითქვას ხელის მიწვდენაზე. პირდაპირი გაგებით თუ სულ ხელი აქვს, ცხადია. დაგვრხოცავდა ისახვარი. ხვალ, ზეგ, მაზეგ, როცა იქნებოდა. დაგვრჭრიდა. ლოდინი ჩემი ბავშვობის საზაფხულო შარვალზე მოკლე გამოდგა და ყარაბასას გამოჩენა იმ შარვლის რუმინეთიდან ჩამოტანაზე მოულოდნელი. ოღონდ ეს ნაკლებად სასიხარულო საქმე იყო. თავიდან, როცა თავი ამოყო, მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ მისი ოპოსუმივით ელამი თვალები და ძუნძგლიანი წვერი რეალობას ამყარებდა. მეგონა დაგვიყვირებდა და დანას გააძრობდა. წარმოიდგინეთ, ვერც კი შეგვამჩნია. ზურგი შეგვაქცია და ღიღინით მეორე კუთხისკენ დაიძრა. იქ ძველი დაჟანგული ჩაიდანი მიეჭედებინათ ლურსმნით. აზრზე არ ვარ, რა საჭიროების გამო. ჩაიხედა, რაღაცა მოიღო, დათვალა და ისევ ჩადო. ისე მიმოიხედა გეგონება რამეს ხედავდა. სიმღერისებრი ღრიალი გააგრძელა და ჩაძვრა. მანდ დასრულდა ყარაბასას საქმე. ხანდახან იღბალი და დამთხვევა უმნიშვნელოვანესია. ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ ჩემს თავს უფრო ვუმეორებ. ყარაბასას ჩაიდანი მისი ყულაბა გამოდგა. იქ 400 მანეთი და 100 დოლარი იდო. მწვანე, ულენინო ფულს ხელი რომ შევახე, მეგონა საზღვარს გადავაბიჯე, უკვე ამერიკაში ვიყავი და ჩაგრულ ზანგებს ვუთვალთვალებდი, მართლა ისეთები იყვნენ თუ არა გეოგრაფიის წიგნში როგორც ეხატა ჰარლემი. ღატაკი მშრომელი ადამიანების უბანი, ჩაგვრელი კაპიტალისტების 100 სართულიანი სახლების ფონზე. ჩავედით, მოგებული მაგიდასთან იჯდა, ოდნავ მოხრილი. ჩაიბარე ძმაო თავანი. აშკარად არ ელოდა. მეორე დღეს მუშკუდიანთან 200 მანეთი წააგო. ყარაბასამ. საღამოს როცა ფული უნდა დაებრუნებინა, მეზობელმა იკივლა. მეგონა სარეცხი ჩამოვარდა. გადავხედე და ყარაბასა ეგდო. სახურავიდან გადმოფრინდა. ფუფლოს ხომ არ გააგორებდა. არც ცარიელ ჩაიდანს აიღებდა მუშკუდიანი. ყარაბასას ჯოჯოხეთში ერჩივნა ალბათ. იქაურ კუპრში უფრო გაშავდებოდა მისი დაუბანელი წვერი. ცოტა შემეცოდა, მაგრამ სინდისი არ მქენჯნიდა. ჩემი სინდისი იმ ჟანგიან ჩაიდანში იდო. იქა ბრუნებას და თავის მოხრას აღარასდროს ვაპირებდი. ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ამბავი მეოთხე. საზღვრის საქმე. ოთახში ჰეპატიტიანი ვაშლებით მოხატულ გადასაფარებლიან მაგიდასთან ვისხედით. მე და მამაჩემი. ზამთარი იყო. ან შეიძლება შემოდგომის ბოლო. მამაჩემს მომპალი კბილი მოტყდა და ჩაიში ჩაიძირა. არც განძრეულა. მაინც სვამდა. გამაღიზიანებელი ხრეპით, გამომწვევით. ტუჩზე ფრთხილი სისხლით. სისხლით თვალებშიც. ცეცხლი უკვე ჩამქრალიყო და არც შეშის შემატებას აპირებდა ვინმე. თუ არ შეუკეთე, ამ დროს სიცივე ნელ-ნელა ისე ირევა ნაგროვებ სითფოში, თითქოს ახალ რძეში სარდაფიდან ამოტანილი ღვინო ჩაასხეს. გამაჟრიალა. ლამფა ბოლავდა. ეტყობა ნავთი თავდებოდა. მამაჩემი წინა წელს გაგიჟდა. არ ვიცი, ცნობდა თუ არა. მე არ მიყურებდა. უფრო ჭიქის ფსკერზე მოქანავე კბილს. წავიდეთ, დავწვეთ, სანამ სულ გაყინულა ლოგინები, ვუთხარი და უცებ დამაკვირდა. მაშინ მივხვდი, რომ სიკვდილი იოლი საქმეა. ცხოვრება თვითონ გიადვილებს სიკვდილს. ხანდახან გახსენებს, რომ სიცოცხლე შეიძლება ნიშნავდეს. კედელზე ორმოხრილ ჩრდილს, სითფო აფხეკილ კედლებს, ამომწვარი ნავთის სუნს და მოტეხილ წინაკბილს ჩაის ჭიქაში. და მამაჩემს შემზარავი ღიმილით და ვუპასუხე. ორივესთვის გათხარე უკვე, მიწა ვინ უნდა მოგვაყაროს. ამიტომაც მგონია, რომ ყარაბასას არ შეშინებია. ის ბევრად უარესი ადგილიდან გადმოხტა, ვიდრე სიკვდილია. იდგა ალაგ-ალაგ ანტენებ გასვეთილი სახლის თავზე. წვიმით სახე შეშუპებულ თბილისს უყურებდა ცარიელი ჩაიდნით ხელში. თავანი და ამ სემესტრის ყველა გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი. რა თქმა უნდა, სხვა განჯობდა და წავიდა კიდეც. მე კი მეორე დღეს უნივერსიტეტში წავედი. ჩვენ თავისუფლება ის სუნი გვეგონა, ვიდეოს ყუთში გახურებული კასეტებიდან რომ გამოდიოდა. ვინმე შემორჩით ამ სამყაროს ჩემსავით ბებერი და გახსოვთ? წმინდა, როგორც წამლის მოხარშვის რიტუალი. სტარტს ხელის ცახცახით ვაჭერდით, თითქოს სამდღიანი შიმშილის მერე გაჩხერას ვიწყებდით და იქოქებოდა კაიფი. მიმიქარავს ჟიულ ვერნი, 80 დღე დედამიწის გარშემო. ამ წიგნს ვგულისხმობ. სიცილია, ჩიკაგო, რომი, სენტროპე, ალპაჩინო, ტერორისტი ბიჭები. მაშინ ავტომატიან ტიპებს ეგრევე ძახდით. ადამიანი ბაძვის მოყვარული არსებაა და ჩვენც ვბაძავდით ამ ბიჭებს. მოხერასგან იარაღი ვიყიდეთ. ბავშვთა სამყაროში ნიღბები.
გაჭირვება ისედაც მათზე ხარისხიანი გვქონდა. ზოგს, დიახ, ეგ ჯერ არისტოტელემ თქვა. ადამიანი ბაძვის მოყვარული არსებაა. რამე პრეტენზიები გაქვთ არისტოტელესთან და ვაფშე რა ცხოვრებით ცხოვრობთ? გულისხმობ სტოიციზმი გიზიდავთ თუ ჰედონიზმი მეთქი? აბა ქუჩურ კითხვებს ხომ არ დაგისვამთ მე, ფიზიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა, პერსპექტიული თანამშრომელი. და ადნაშდი ვამერიკე ნახე? ეს ნიამ მკითხა. ფანჯარაში გაიხედა და ნაფაზი დაარტყა. ზედ დეკანის კაბინეტის წინ. დიდებული პლანი იყო. კეფას აზანზარებდა. კი, აი მანდ ბოლოს დენირო როწვება და ამოიხედავს და ცინიკურად იცინის. ეგაა თავისუფლება. ეგაა ზაპადი. ოდესმე გაგისინჯავს კოკა-კოლა. არა, თავისუფლების გემო აქვს. ეგ როგორ და დალევ და თავისუფალი გახდები. ეგრევე. და ინგლისურათაც ბაზრობ უცებ? ნუ ღადაობ. შენ რა გესმის სიმბოლოების? როგორ არა? დაჟე ალეგორიებისგან ვარჩევ. ქართულს მაგრად ვსწავლობდი. სად ლანჩხუთში? აჰა, იცი გუშინ ჩემი მეზობელი გადმოვარდა სახურავიდან. გადმოვარდა რა? გადმოხტა. თავანი ჰქონდა. თავანი ქონდა და გადახდის ტრაკი არა, ალბათ. ცუდია უტრაკობა. ქალისთვისაც და კაცისთვისაც პრინციპში. კაცისთვის უფრო, ცუდ ტრაკა ქალი უფრო გაქაჩავს. ეს რომ თქვა ხმამაღლა გაიცინა. ჩემი 1000 გრძნობის გასაგონად. კი, ეს საქმე დიდებულად იცოდა. იოლად მიმანიშნა მას უნაკლო უკანალი ჰქონდა, ხოლო მე მივაგებე. შენ ახალი ამბავი არ იცი. რა ამბავი? დღეს ფული მაქვს. ავსტრიელებმა მოგვცეს. ინსტიტუტში რაღაც პროგრამის დანერგვა უნდათ და მიმიღეს. გლობალური ინიციატივები პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. ჰო, იცი, გერმანულის მცოდნეს ეძებდნენ და აჰა, იხლი ვედიხ. მიყვარდა კი. მე მგონი ნინოს მერე არც არავინ მყварებია. ან ნინო, ან საერთოდ რა არის სიყვარული. იცით ბავშვებო. იკითხავდა ქართულის მასწავლებელი და თვითონვე პასუხობდა იდუმალევნებით. ღვთაებრივი გრძნობაა. დიახ, ღვთაებრივი. რომანტიკული სამიჯნურო პოეზიის კლასიკური ნიმუში გვეუბნება. სიყვარულო ძალსა შენსა ვინარს, რომე არ ჰმონებდეს. ვინარს, რომე გულსა ტახტად, ოხრად ხარკად არა გვცემდეს. შენგან მეფე მონა ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს. და ქვაბულსა რა დეზრახვის, რომ შენ გამო ვარდს შეჰყებდეს. ეს ყეფის ამბავი დიდად არ მომწონდა, მაგრამ რა გაეწყობა. ნიას საინტერესო იდეა ჰქონდა. ამ ფულით კასეტები ვიყიდოთ და ჩემთან ვუყუროთო. იმ კაფეში მისვლას მართლა სჯობდა. შარი იყო გოგოსთან ერთად. ეი ძმა, შენ ვისთან ახარ? ეგ შენი პადრუგაა თუ ცოლია? და მერე უნდა გაგერტყა. იმას დანაიქნებოდა, ხოლო ჩემს ღვიძლს ჯერ კიდევ სიცოცხლეს წყუროდა. ამიტომაც ოდნავი ჭვალით უცებ მიმანიშნა წადით ზემელზე, იქ ერთი ცალთვალაკაცი შეგხვდებათ, იმათ გასცდით და მეორე ცალთვალაკაცი რომ შეგხვდებათ, ბრიუსლის კასეტები იყიდეთო. ასეც მოვიქეცით. გავუდექით გზასა, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, 9 გუბე და კანალიზაციის თავსახური რომ გადავიარეთ, იმ ცალთვალას მივადექით. მცირე ვაჭრობა გვქონდა, 3 მანეთი დააკლო და ისეთი ხიმილით გამოგვაცილა, კარგს არაფერს ნიშნავდა. ოჰ, ღვიძლო ჩემო, მარად მაცდურო. სულ რაღაც 5 ნაბიჯის შემდეგ 3 ტიპი დაგხვდა. 2 ჯინსით, 1 ველვეტით. დამისტვინეს. ჰაი ჰუი, გამარჯობა. გაგიმარჯოს ძმა. რა უბნელი ხარ შენ? მოკლედ, მოცარტი. კლასიკა, დრამატული ფინალით. ამ კასეტებს ჯერ ჩვენ ვუყურებთ ძმა და მერე გამოგვიარე. კლასიკა, ვიოლინოს პარტია. და თქვენ იცით რომ მე ჯაზი მიყვარს. ისე სვეცკურად კი არა ნაღდად. დამავიწყდა მეთქვა. მამა ჩემი სანამ გაგიჟდებოდა, მუსიკის მასწავლებელი იყო. ფირფიტების სახლში ბლომად მოიძევებოდა. გონი წიგნებზე მეტიც. მანდ გავიცანი ლუი და დიზი, ლოყებდაბერილი ბერიკაცები. აჰა თქვენ ბეშე მოცარტის პასუხად. პეტიტე ფლeur. ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია. მეთქი აჰა, კასეტები. უყურეთ და საღამოს გამოვივლი. კარგი? შიშა რა არა, მაგრამ ფრთხილი ვიყავი. ახლა ეგეც დავკარგე. მოვდიოდით. გზაზე ბოძს დავეჯახე. ერთს და სხვა ორს კინაღამ. ვფიქრობდი, როგორ გავლესავდით დანებს მე და ვაჟიკია. მერე ხელთათმანის ნაცვლად, ანაბეჭდის დასამალად, ლანჩხუთიდან გამოგზავნილ წინდებს ჩამოვიცმევდით. ყველა ფილმმა ივარგა და შემდეგ როგორც ჟანრი მოითხოვს. ლევი, ჰოუ, რაზე ფიქრობ? არაფერზე განსაკუთრებულზე.
ყველას დაუბრიდავ. ლევი გიყვარ ვარ? აჰა, ეგრა შუაშია. არა, თუ გიყვარ ვარ. ხო მეთქი. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ჩემი სიტყვა. ეხლა არ მითხრა შეეშვიო. ბოღმა დამახრჩობს პროსტა. არა, მაგას არ გეუბნები. აბა, ჩემს ძმას ვეტყვი. ამუბნელია, აი აქვე ცხოვრობს. არ მჭირდება მე არავის დახმარება და თავის მოსაწყლება. პატიოსანი ბიჭია, სწავლობს თავისთვის. დავუბრუნოთ და ამბავი. არა, მაგას არ გეუბნები. აბა, ერთად დაბრიდეთ. კაი რა. აუ, გთხოვ, აი თუ არ გინდა დამკარგო იმენენა ერთი წუთით. ნიასმა ძალიან ზრდილობიანი ბიჭი გამოდგა. არაყი და თხილი გამოიტანა. ნიამ თქვა, მე წავედიო და მარტო დავრჩით. თქვენდანია მეგობრობთ, ხო? მოდი შენობითზე გადავიდეთ, ეგრე უფრო ვახერხებ კომუნიკაციას. კი, 6 თვეა. ძალიან კარგი. მეგობრობა კარგია. მეგობრობა გზად და ხიდად. აჰა, ჰოდა რაო, რა გვინდაო იმათმა. კასეტები ამახიეს და ახლა ვაპირებ სახე ავახიო. პონტია, არ შევარჩენ. ღამე ავდგები მთვარეულივით და სადაც უნდა იყვნენ ავაფეთქებ. მეც მოვკვდები და ავაფეთქებ. ჰო, მისმინე, ისა. ეგენი ძალიან ნაბოზურები არიან. არც ქურდული ესმით, არც კაი ბიჭური, არც მეგობრული. სუექ სამნი არიან. ადრე ვძმაკაცობდით, მერე რაღაც სტიჩკა და გავიწიეთ. ბიჭო, უნივერსიტეტის ბაღში ცეპებს ხსნიდნენ ჩვენს ახლობლებს და რამე. ახლა ნიჩევო, dobrად ვართ. მე ჩავალ და მალე ამოვალ. კაი? მართლა მალე ამოვიდა. კასეტებით. ერთი აკლდა. ის დავუტოვე უყურონ. კარატეს ისწავლიან. მინდოდა მეთქვა, ეგრას ცვლის მეთქი, მაგრამ ღვიძლმა ისევ გამკრა. ჯანდაბას, კიდევ ერთხელ გენდობი ღვიძლო. ახლა მოვითმენ, ფანჯარაში გავიხედე. არ ირეკლავდა, მაგრამ მივხვდი, თვალები მზაკვრულად მიელავდა. დიახ, ღონეს ხერხი სჯობდა. ხვალინდელი ქათამი. ისი არც არაყი იყო ცუდი. ბოლომდე დავცალეთ. მეფოს, ნიას ძმას, გურულები უყვარდა. მათი სახელით მე უმალვე დავიჭირე მის გულში საპატიო ადგილი. მეოთხე ვაგონი, კუპე, ტუალეტთან ახლოს არა. მეორე საწოლი. ძალიან მთვრალი ვარ? არა უშავს. თავარია სახლამდე მივიდე, მერე უნიტაზში ჩავეყუდები და ვარწყევ. ვაჟიკია თავს დამიჭერს. ხვალ უნივერსიტეტში აღარ წავალ. საქმე მაქვს.